თეოდორე სტუდიელი. შაბათსა მესამესა შვიდეულისასა, რათა არა უდებ ვიქმნეთ თვისისა ცხოვრებისათვის, ვიდრე სიკვდილადმდე. გვაკურთხენ მამაო. ძმანო და მამანო, მენავეთ მოძღვრისა თვისი არს წარმართებაი ნავისა წინამდებარისა მიმართ სულისა, რათა მიაწიოს იგი ნავთსაყუდელსა მას ცხოვრებისასა. და მწყემსისა თვისი არს სამწყსოისა თვისისა შეყვანებაი და განყვანება და ცვალებაი საძოვრითი საძოვრად და წყალთაგან გრილთა განსასვენებელად და სტვინვად მათ და ხმანელებით სტვირთა მიერ და შეცვად მათ და კრძალულებით, რათა არა მხეცთა განსარყუნელ იქმნენ და სხვა რავდენი შეჰგავს კეთილსა მწყემსა. და ერისთავისა თვისი არს მეცნიერებით წინამძღვარება ერისა და სიტყვითა ნუგეშინისცემისათა განხნობაი მათი, რათა არა ხოლო თუ გზისაოდენ ჭირი თავსიდვან ახოვნებით, არამედ ჟამსა წყობისასა სიმხნით ზედა მიუხდნენ წინააღმდგომთა და წარიოტონ იგინი. ეგრეთვე მე უბადრუგსა ამას და უღირსა ღვთისა მიერ მერწმუნა ზრუნვაი და განგებაი სულთა თქვენთა. და თანა მაც გლახაკისა ამის სულისა ჩემისა დადებაი ზოგადისათვის ცხოვრებისა თქვენისა. რამე თუ ესე არს თვისი და სასწაული კეთილისა და უტყუელისა მის მწყემსისა სიტყვისა ებრ უფლისა. და ამისთვის მოიწევიან ჩვენზე და სამარადისონი ღვაწლნი, საურავნი და ზრუნვანი და ღვთისა კაცთმოყვარისა მიმართ მივილტვი და ვევედრები და ვითხოვ, რათა არა განრისხნეს და აღიღოს მტკიცე ხელი თვისი ხსნისაგან თქვენისა ცოდვათა ჩემთათვის. არამედ მისა მიმართ სიყვარულისა თქვენისათვის და მხურვალედ სარწმუნოებისა სულგრძელ გვექმნას ღმერთი და დაიცვა სავსებაი თქვენი სადიდებელად და საქებელად სახელისა თვისისა და თქვენ მიერ ჩემ ცოდვილისაცა იიძულოს ცხოვრებად. მე უკვე შვილნო ჩემნო, აღვიარებ ვითარმედ კმა მეყუნენ შრომანი და ღვაწლნი და ოფლნი თქვენი საქმეთათვის საღმრთოთა, განათლებად და ცხოვრებად თქვენდა და ჩემდა. რამე თუ დღითი დღე წარემატებით სულიერთა და ხორციელთა საქმეთა და შრომათა მიერ და ჭირთა, ღვაწლსა და განსვენებასა არასადა მიიღებთ, რამე თუ ღამით იღვიძებთ და გალობთ და ილოცავთ და აღიღებთ ფსალმოსა, ვითარცა კაცად-კაცადსა ხელგეწიფებისთ. ხოლო დღისი აღიღებთ საქმესა, ვითარცა კაცად-კაცადსა თქვენსა ხელოვნებაი აქვს, გინდა მოძღვრებაი და ვითარცა ფუტკარნი მიმოფრინავთ ამიერ მსახურებად სხვისა და სხვისა მიმართ და ესრეთ ყოვლით კერძო ყვავილსა მას მადლისასა შეკრებთ. ამისთვისცა მიხარის და მხიარულ ვარ, რამე თუ ვხედავ ვითარმედ სასყიდელი ფრიად განემზადების ცათაშინა. არამედ ვინაიდან ვიდრე სიკვდილისა მიერ განვიდეთ ამიერ სოფლით, არა ჯერ არს რათა მცირედცა უდებ ვიქმნეთ ცხოვრებისათვის ჩვენისა. უკე თუ არა ყოველივე წარგვიწყმედიეს, ამისთვის მოგახსენებ აწცა. ეკრძალენით ნუ უკვე დამძიმდნენ გულნი თქვენი მოწყინებითა და დახსნილებითა უჯეროთა და უხმართა გულის სიტყვათა მიერ. და ესრეთ შევიდეს თქვენ და მომსვლელი დაცემაი სულისაი. არამედ გულს მოდგინებითა განახლებულთა სრულყოთ ნეშტიცა იგი დაშთომილი მცირეთა ამათ დღეთა საწუთოითა ცხოვრებისა ჩვენისათა, რათა ღვაწლთა თანა კეთილთა
და მოსწრაფებითა საღმრთოითა და სათნოებითა პატიოსნითა მივიცვალნეთ მერმესა მას საუკუნესა ბოროტისა ამის და საჭიროისა ცხოვრებისაგან და სიმართლისა იგი დაუჭნობელი გვირგვინი მოვიხვნეთ სასყიდლის მომცემელისა ღვთისაგან. ამიერიდან განიცადენ კაცად-კაცადმან, ვითარძი ვინს დგეს მსახურებასა შინა მონებად ღვთისა. ნუ დახსნილებითა, ნუცა უდებებითა, ნუ მცონარებითა, ნუცა მზაკვარებითა. რამე თუ უწყოდეთ ვითარმეთ არა კაცსა, არამედ ღმერთსა ეცრუების, რომლისა მიმართსა არს მსახურება მისი. რამე თუ ჩვენ წესი მონათა გვიპყრიეს და ნებათა და ბრძანებათა მეუფისათა მოგახსენებთ, ვინაიცა ურჩნიცა და მორჩილნიცა არა ჩვენგან განისვენებენ, გინა ჩვენგან განისჯებიან, არამედ სახიერისა ღვთისაგან და მეუფისა, მომცემელისა ამათ მცნებათასა. გინდა თუ ვინმე წერს, გინდა თუ ვინმე მსახურებს, გინდა თუ ვინმე ხნავს, გინდა თუ ვინმეს თხრის, გინდა თუ სხვასა რას მეიქს, ესრეთ იქმოდენ ვითარცა წინაშე ღვთისა და არა კაცდა, რათა წმინდა იყოს შრომაი იგი და განრაცხილ სასყიდლის მომცემელისა და გულთმეცნიერისა ღვთისაგან. პირველ ყოვლისა ჯერ არს დაცვაი ენისა ამაოთა და უქმთა და ურგებთა სიტყვათაგან, შეკრძალვაი თვალთა, წინააღმდგომთა ხედვათაგან, დაცვაი გულისა მწიკვლევანთა გულის სიტყვათაგან და სხვათა მათ ყოველთა საცნობელთა შეზღუდვაი შიშითა ღვთისათა. სიმდაბლით ურთიერთას ზრახევდით სიყვარულითა უკადნიერებელითა. ურთიერთარს განიზავებოდეთ ზრახვად წესიერისა და ხედვად ჯეროვანისა და სმენად სარგებელისა და მიახლებად უმჯობესა და განზრახვად საღმრთოსა, რათა ესრეთ ერთბამად ვიხარებდეთ ცნებათა ღვთისა აღსრულებითა და შესაძინელად დღეთა მწირობისა ჩვენისათა გარდავიხდიდეთ და ღმერთი გვაქუნდეს შემწედ და ხელის აღმპყრობელად, ესრეთ რამ მოქალაქობდეთ და საფარველად მტკიცეთ მეოხება წმინდისა ღვთისმშობლისა და დიდებულთა მთავარ ანგელოზთა და დიდისა წინამორბედისა და ნათლის მცემელისა და წმინდისა იოანე მახარებლისა და ღვთისმეტყველისა, რომელთაცა მონასტერნი გვიპყრიან. და უკეთუ ღმერთი ჩვენ კერძო არს, ვინ არს მტერ ჩვენდა, და უკეთუ უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩვენისა, ვისგან შევზრწუნდეთ. და უკეთუ გვაქუნდეს შეწევნა წმინდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმინდათა, ვინ უძლოს უფლებად ჩვენდა. ვერ ვისა და ყოვლადვე ნუ იყოფინ. არამედ ეშმაკნიც შორს წარილტოდენ ჩვენგან და კაცნი გვაქებდეს ჩვენ და მტერნი ჩვენი შეძრწუნდნენ და ვერვინ უძლოს წინააღმდგომად წინაშე ღვთისა ჩვენისა. ხოლო უკეთო წინააღმდგომად ზემოთქმულთა ამად ვცხონდებოდეთ, წინააღმდგომნიცა საქმენი მოიწივნენ ჩვენ ზედა. ამისთვისცა მამანო და ძმანო, დავიცნეთ თავნი ჩვენი დაწყნარებასა შინა წესიერსა და უფროსღა დღეთა ამათ შინა წმინდათა და ვილტოდეთ უცხოთაგან ზრახვათა, რამე თუ უცხო არიან ყოველნი ზრახვანი სოფლისანი ჩვენისა წესიერებისაგან, ვითარ იგი ზრახვაი მეფისათვის და უბნობაი მთავართათვის, გინა ამის ვისთვისმე, გინა ამის ვისთვისმე გამოკვლევა, ანუ გამოძიება, გინა ამის რაისამე, გინა იმის რაისამე საქმისათვის ცილობა, რომლისაგან არა იქმნების სარგებელი სულისაი, არამედ უფროსღა მრავალი დაჭირებაი მოგვეტყვებინ ჩვენ, რამე თუ თქმულ არს, რომელი გებრძანა მასცა იგონებდი.
სხვანი არიან ჩვენი ზრუნვანი და მეუფისა ჩვენისა სათნონი ზრახვანი. ესე იგი არს სარგებელისათვის სულისა, სათნოებათათვის და ცხოვრებისა ნეტართა მამათა ჩვენთასა და სიკვდილისათვის და შემთხვევისა წმიდათა ანგელოზთასა, განყოფასა მას სულისასა და სიტყვის მიგებისათვის წინაშე საშინელსა მას საყდარსა ქრისტესა, მოსაგებელისა მისთვის მერმისა და სასუფეველისათვის ცათაისა. რათა ესრეთ ვითარც არა ანგელოსნი ჩნდეთ ძალისაებრ ჩვენისა ბრწყინვალედ და განვანათლებდეთ მყოფთა სოფლისათა, ვინაიდან უქმად მეტყველებისაგან და ამაოდ ზრახვისა შეგვემთხვევის ჩვენ უშვერთაცა საქმეთა შთავრდომაი და განკითხვათა მამნებელთა შეწყნარებაი. ამიერიდან ეკრძალენით და დაიცვენით პირნი თქვენი თქმად რაისა მესიტყვისა უჯეროისა, უფროს და უმხურვალეს კეთილთა საქმეთა შურად წარემატებოდეთ სიყვარულისათვის საღმრთოისა და დამტკიცებისათვის ჭეშმარიტებისა აღირჩევდით სიკვდილსა და ღმერთმან ესე ვითარნი გულსმოდგინებანი თქვენი, ვითარცა საქმენი შერაცხნეს და მოწამეთა გვირგვინითა გვირგვინოსან ყვნესთ დღესა მასშინა განკითხვისასა, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.